განათლების ახალი მინისტრის გივი მიქანაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკითხი რიგგარეშე სესიაზე გავა. შეგახსენებთ, რომ განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა წარადგინა. გივი მიქანაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მიქანაძე მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძეს შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ბატონ გივის აქვს ყოველწლიანი გამოცდილება სფეროში მუშაობის, მათ შორის ხელმძღვანელობა და განათლების კომიტეტს ამ თვეების განმავლობაში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტს დაუჭირდით მხარი და მივიღეთ და რაც ყველაზე მთავარია თქვენ იცით რომ დაწყებული არის ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ასევე სასკოლო მიმართულებით, თქვენ იცით რომ განათლების სისტემა საჭიროებდა ძირეულ ცვლილებებს, ძირეულ რეფორმებს და მე დარწმუნებულია რომ მისი მინისტრობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მას გააჩნია კომპეტენცია ცოდნაც და პოლიტიკური რო იტყვიან მიზანსწრაფვაც იმასთან დაკავშირებით რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. ამიტომ მოხდა ეს საკადრო ცვლილებები. ყოფილი მინისტრი რა თქმა უნდა თავის ადგილზე მუშაობდა, მან თავისი საქმე პატიოსნად შეასრულა და დღეს ამ ახალმა ვითარებამ ეს ცვლილებები მოიტანა, რომელიც რეფორმის გატარებასთან არის დაკავშირებული და იმ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულობასთან, რაც ამ დიდი საქმის განხორციელებას სჭირდება.